ეს კვირა არის შუალედი ორ სამყაროს შორის. სატურნი, ნეპტუნი და პლუტონი რეტროგრადულ რეჟიმში აგრძელებენ მოძრაობას, ზე კი ნაზად ემზადება კირჩხიბიდან ლომში გადასასვლელად. ვერძი. დროა გადახედო ემოციურ ფონს და დაფიქრდე, რის თქმას ცდილობ შენთვის შიგნით მყოფი მე. კვირის ბოლოდან იგრძნობთ ენერგიის მატებას, მაგრამ ჯერ ისუნთქე და მოემზადე. კურო, ოჯახი, სითბო და ფესვები პირველ პლანზეა. შეიძლება შგამოჩნდეს პასუხი, რომელსაც დიდხანს ელოდი. დროა ემოციურ სტაბილურობაზე იზრუნო და ახალი გეგმა შენით დაიწეროს. ტყუპები. ვენერა ისევ შენს ნიშანშია და შენ ხარ მიმზიდველი. საუბრები, ფლირტი, თემების შემოქმედება და სიურპრიზებით სავსე იდეები გელოდება და მაინც შინაგანი სიმშვიდე ძალიან გჭირდება. ნუ გაიფანტები. კირჩხიბი. შენს სეზონს ნელ-ნელა სცენაზე გამოჰყავს ემოციური სიმძიმეები. შენთვის დროა თავი დაიბრუნო, თავი დააფასო და თქვა არა, როცა ასე გრძნობ. წყლის რეტროგრადული პლანეტები გეუბნებიან, შენი სიღრმე შენს ძალაშია. ლომი. შენთვის იწყება სულიერი მზადება, მზე უკვე შენკენ მოდის. გამოიყენე ეს კვირა შიგნით ჩასახედად. შენ უნდა მიიღო საკუთარი მზე მთელი შუქით. გონება და გეგმარებაზეა, გული კი ჯერ კიდევ დუმს. მალე ილაპარაკებს. ქალწული. მერკური შენს ნიშანშია და ეს ნიშნავს, რომ ყველა წინადადება, რომელსაც ახლა ამბობ, შემოდგომის ჩანასახია, დროა ჩამოწერო და ალაგო და ემოციური ხმაური გაასუფთავო. მოусმინე საკუთარ ხმას, ახლა ის ყველაზე მართალია, სასწორი, სოციალური ველი აქტიურდება, თუმცა ემოციური დაძაბულობის ფონით შენს ირგვლივ ტრიალებს. შეიძლება დაუბრუნდე ძველ გრძნობებს ან საუბარს, რომელიც არასდროს დასრულებულა. იქნება დრო, როცა ტოლერანტობა გაძლევს ძალას და არა კავშირი. მორიელი. შენთვის ეს არის შიდა და გარე წესრიგის კვირა. ნეპტუნი და პლუტონი რეტროშია და ტოვებენ ძველ ტკივილებს გასასუფთავებლად. თვითშეფასება გაძლიერდება, თუ აღიარებ საკუთარ რეალურ საჭიროებებს. შვილდოსანი. მგზავრობა, ხედვის გაფართოება, სულიერი ინსპირაცია, ეს არის შენი თემა. იდეალური კვირაა სწავლისთვის, ძველი ჩანაწერების გადახედვისთვის ან ფილოსოფიური საუბრებისთვის. კოსმოსი გთხოვს, შეჩერდი და ნახე, როგორ ყვავის პასუხი შენს წინ. თხის რქა. ფინანსური სტაბილურობის ძიება კვლავ აქტიურია. მერკური შენს ღრმა სექტორში მუშაობს და გაძლევს იდეას, როგორ გაზარდო სანდოობა და სიმშვიდე. ცოტა შენთვის და ცოტა სამომავლოდ. მერწყული. ეს კვირა გეძახის ურთიერთობების გადახედვისკენ. ზოგიერთი კავშირი თავს გაჩვენებს სხვა სახით, მოლოდინები ან რეალობა შეიძლება აცდენილი იყოს. მაგრამ გულწრფელობა ყველაფერს აცოცხლებს. თევზები. რაღაც ძველი გრძნობა ბრუნდება. სატურნი და ნეპტუნი რეტროგრადში გიბიძგებს გაიაზრო, ვისთან უნდა დარჩე და რისგან გათავისუფლდე. სხეული, რუტინა და ემოციური ზრუნვა, ესაა შენი კუთხე ამ კვირაში.